მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ. მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების მოწმე არის არა მარტო საქართველოს მოსახლეობა და არა მარტო მოწმე, არამედ მსხვერპლიც. ამავდროულად სააკაშვილის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების და ქმედებების მოწმე არის საერთაშორისო თანამეგობრობაც, რა თქმა უნდა, ვისაც ამის დანახვის ელემენტარული სურვილი აქვს. თუნდაც ტალიამინის დასკვნა არის საკმარისი იმისათვის, რომ სააკაშვილის ბრალეულობაზე ვისაუბროთ, თუნდაც იგივე იმედთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის უცხოეთში გავრცელებული, რომელიც ასევე ადასტურებს ძალიან სერიოზულ ბრალეულობას სააკაშვილისა. რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას, მე მესმის სააკაშვილის და მისი ადვოკატის, მათ არანაირი საშუალება არ აქვთ, რომ რეალურად სამართლებრივად იმართლონ თავი, ამიტომ მათი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს საქმე გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში და პოლიტიკური განცხადებები აკეთონ. მე ნამდვილად ვურჩევდი სააკაშვილს, რომ პოლიტიკური განცხადებებისაგან მისმა იურისტმა თავი შეიკავოს თუ ადვოკატმა და სამართლებრივი არგუმენტები იპოვოს. რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, როდის იქნა საქმე აღძრული და როგორ წარიმართა პროცედურები, მე დარწმუნებული ვარ, ამაზე პროკურატურა გასცემს პასუხს. ჩემი ინფორმაციით საქმე აღძრულია 2012 წლის ოქტომბერში და ოქტომბრიდან მიმდინარეობდა გამოძიება და ჩემს გარდა ძალიან ბევრი ადამიანია კიდე, ვისაც ჩვენება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით მიცემული, ასე რომ ეს არის მხოლოდ დემაგოგია და სხვა არაფერი, მაგრამ დამატებით ინფორმაციას კიდევ პროკურატურა მოგაწვდით. ერთი რაც მე შემიძლია გითხრათ, მე ნამდვილად ვადანაშაულებ ამ ხელისუფლებას იმაში, რომ წელიწადი და 8 თვის განმავლობაში მან არ გააკეთა არაფერი იმისათვის, რომ სააკაშვილისთვის წაეყენებია ბრალი, სანამ სააკაშვილი აქ ბრძანდებოდა, მანამ დაეკავებინა სააკაშვილი და მისცა საშუალება ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს, რომ ყველა ის ძალიან არგუმენტირებული ბრალდებები, რომელიც შეიძლება მათ მიმართ ყოფილიყო წაყენებული, გადაექცია პოლიტიკურ შოუთ და ეხლა საზღვარგარეთიდან აქვს საშუალება, რომ გველაპარაკოს. ეს არის ამ ხელისუფლების უუნარობის ბრალი, ეს ძალიან სამწუხაროა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეხლა მაინც ეს გამოსწორდება პროკურატურის მოქმედებების შედეგად, თუმცა ამას სჭირდება გამოძიება არა მხოლოდ 7 ნოემბრის, არამედ 26 მაისის და აგვისტოს ომის მოვლენების.